დღეს წალენჯიხის მოსახლეობის ყურადღება მიპყრობილია თბილისისაკენ, სადაც უნდა გაიმართოს რეჟიმის ტყვეობაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანის სასამართლო პროცესი. ეს არის ახალგაზრდა კაცი წალენჯიხიდან ოთო კვარაცხელია, რომელიც დააკავეს აქციის დროს, თუმცა შემდგომ განაცხადეს, რომ სხვაში აერიათ და ამ ადამიანის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. სასამართლო პროცესს დაესწრებიან წალენჯიხელი ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ამ წუთასაც კი სასამართლოს შენობაში და ეზოში არიან. ბუნებრივია ჩვენ იმის ილუზია, რომ დღეს მას სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლებენ არ აგვაქვს, რადგან ხელისუფლება ჩართული აქვს თვითგანადგურების რეჟიმი და ისინი გასულები არიან კანონის ფარგლიდან, რადგან არიან პარტიულად მოტივირებულები. სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ახალგაზრდა ოთარ კვარაცხელიას, რომელიც იბრძვის ჩვენთან ერთად ქვეყნის ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. ამიტომ სოლიდარობა ამ ადამიანს, სოლიდარობა ყველას, ვინც რეჟიმის ტყვეა და ჩვენ ვიბრძოლებთ ყველანი ერთად იმისათვის, რომ პოლიტპატიმრები, რეჟიმის ტყვეები საქართველოში არ იყვნენ და საქართველო კვლავ დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ფარგლებში და მას დაუბრუნოთ თავისი სახე ევროპული კონტექსტით.